მოქალაქეებს საკრებულოს სხდომებზე დასწრების და საკუთარი მოსაზრებების გამოთქმის უფლება რომ აქვთ, ამის შესახებ გურჯაანში ჩვენი კორესპონდენტებისგან შეიტყვეს. სიახლე მოსწონთ, თუმცა კანონით მინიჭებული უფლებების გამოყენებას უმეტესი მათგანი მაინც არაპირებს, ფიქრობენ, რომ მათი აზრი გათვალისწინებული მაინც არ იქნება. ამის გამო საკრებულოს სხდომები მოქალაქეების მონაწილეობის გარეშე ტარდება. მრავალკუთხედის გურჯაანელი ჟურნალისტები დაინტერესდნენ, არსებობს თუ არა მოსახლეობას და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის კომუნიკაცია და რამდენად ოპერატიულად მიეწოდება ინფორმაცია ხალხს საკუთარი უფლებების შესახებ. დავაყენებ სინამდვილეს, რომ ხალხი რეაქცია ყურადღება, მიცედება პენსია, მიცეთ წყალი, არიაროს უდანაგბად დაკიდებულმა წყალზე და თელიღამი დღე არ აღამოს დიასახლისმა წყალს. საკრებულოს სხდომაში მიგივიათ მონაწილეობა. ვაზისუბნელი მერი სოლომნიშვილი საკრებულოს სხდომას არასოდეს დასწრებია. თუმცა ქვეყნისთვის და პირადად მისთვის მტკივნეული სასიცოცხლო მნიშვნელობის პრობლემების მოგვარებით დაინტერესებულია. ის მზად არის ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობაში ჩაერთოს და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში თავისი წვლილი შეიტანოს. როდის არის არ ვიცით. თორე როგორ მაქვს იმის ინტერესო დევესრო და გავიგო ყველაფერი, მაგრამ თუ არ იცი როდის რა არის, რა უნდა გაიგო. ის რომ საკრებულოს სხდომებზე დასწრების და საკუთარი მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვთ, მერი სოლომნიშვილის მსგავსად ამის შესახებ სხვა მოქალაქეებმაც ჩვენგან შეიტყვეს. სიახლე მოსწონთ, თუმცა ადგილობრივი პრობლემების მოგვარებაში ჩართვას და კანონით მინიჭებული სხვა უფლებების გამოყენებას ზოგიერთი მათგანი არაპირებს, რადგან ფიქრობს, რომ მათ აზრს მაინც არ გაითვალისწინებენ. ინფორმაცია ნამდვილად არ მქონია, რომ დავსწრებულიყავ, თუ კი მექნება ინფორმაცია, დიდი სიამოვნები დავესწრები. სურვილი მაქვს. მე კიდევ ესწრები, მაგრამ მე პატარა კაცი ვარ, იმომისვეს. რა აზრი აქვს ჩემ თქოს. იმის მიუხედავად, რომ კანონით ვითმართულ ორგანოებს ნორმატიული აქტის მიღებამდე მოსახლეობის გამოკითხვას და მათი აზრის შესწავლას ავალდებულებს გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს სხდომის ჩატარება მაინც მოქალაქეთა მონაწილეობის გარეშე უწევს. ის ამბობს, რომ ასეთი დაბალი აქტიურობის მიზეზი რამდენიმე ფაქტორით აიხსნება, ხოლო იმისთვის, რომ მათი ინფორმირება დროულად მოხდეს, ძალისხმევას არიშურებენ. საკრებულო ყოველი სხდომის ან საჯარო განხილვის ჩატარების წინ აკეთებს საჯარო განცხადებას, ეს ხდება სტენდზე განთავსებით, თუ დაუშვათ თუ საშუალო ტელევიზიითაც ინფორმირებულობით, რომ ამადამ დღეს ტარდება ამადამ თემაზე საჯარო განხილვა. სამწუხაროდ ტენდენცია ისეთია, რომ ძალიან ცოტა ინტერესდება ამ თემით. მიზეზს ახლა ვერ გეტყვით, შეიძლება ეს მიზეზები ძალიან ღრმაფესებიდან მოდის, შეიძლება ძალიან ბევრი სევის მენტალიტეტია დაუშვათ, როგორც იმ კიდევ საუკუნე ჩვენ ვიყავით. ზოგ შეიძლება ჯერ კიდე არ ჯერა რომ ამას აზრი აქვს, ზოგ შეიძლება ვერ იგებს და ამიტომ არ მოდის. მოსახლეობისა და ხელისუფლებას შორის მჭიდრო კომუნიკაციის არარსებობას და ელექტორატის არასათანადო ინფორმირებაზე საუბრობს საკრებულოს წევრი ოპოზიციური პარტიიდან ნინო მურაკაშვილი. ამის საილუსტრაციოდ სოფლის მხარდაჭერის პროგრამას ასახელებს, რომლის ძირითადი მიზანი მოქალაქეთა ჩართულობის მხარდაჭერაა. საერთოდ საკრებულოს სხდომაზე რიგითი მოქალაქეები არ მინახავს. რა თქმა უნდა, ეს ძალიან ცუდი ფაქტია, იმიტომ რომ მოსახლეობას უნდა გქონდეს იმედი თავისი არჩეული ხელისუფლების. რამდენად ვთქვათ, მე მოხდება მოსახლეობის აი ამ აზრის გათვალისწინება და იმის მიხედვით მოხდება ვთქვათ სიტუაციის გამოსწორება, ამის მიხედვით ჩაერთვება მე მოსახლეობა. თუნდაც აი ეს პროგრამა რომ არის ხო, სოფლის დახმარების პროგრამა. ძალიან ბევრი შემთხვევაა ასეთი, რომ სოფელმა არც იცის თქვათ რა თანხაა გამოყოფილი სოფლის მოსახლეობამ. რამდენად არიან მოქალაქეები ჩართული ამ პროგრამაში და აქვთ თუ არა ინფორმაცია შესრულებული სამუშაოების ან გამოყოფილი თანხების შესახებ და გაითვალისწინეს თუ არა მათი აზრი პრიორიტეტების განსაზღვრის პროცესში, ეს ჩვენს მიერ გამოკითხული რესპონდენტების პასუხებიდანაც ჩანს. არაფერი არ ვიცით, არც არავინ არ გვაქცევს ყურადღებას. რა არის გადმორიცხული, მაგათ არავინ არ გვეუბნება. რა ვიცი მე. არცად არაფერი არ არის გაკეთებული ამ ლელიანის ზონაზე, რა ვიცი მე. ინფორმაციის მიწოდებისა და სამოქალაქო სექტორის გააქტიურობის აუცილებლობაზე ჟურნალისტი მარინე ზარდიაშვილიც საუბრობს, რომელიც საკრებულოს სესიის სხდომებს სისტემატურად აშუქებს. არც კი იციან მოქალაქეებმა, რომ ამის უფლება აქვთ. აი ამ კუთხით არის სამუშაო გასაწევი, რომ უნდა აუხსნათ საზოგადოებას, რომ იმათ აქვთ სრული უფლება, რომ მიიღონ ყოველნაირ სხდომებში და განხილვაში მონაწილეობა. ეს მუხლი ეხლა კონკრეტულად გამოიკვეთა, თორე არც ადრე იყო აკრძალვა დასწრების. და ამდენად არც მაშინ აქტიურობდნენ მოქალაქეები და აი ამ სამოქალაქო სექტორს აქვს ძალიან ბევრი სამუშაო აი ამ კუთხით.
თავი, რომელიც ორგანულ კანონს მასში შესული ცვლილებების შემდეგ დაემატა, ადგილობრივ მოხელეებს თვითმმართველობის საქმიანობაში მოქალაქეთა მონაწილეობისა და გადაწყვეტილებათა კონტროლის გამჭვირვალეობისთვის შესაფერისი პირობების შექმნას ავალდებულებს. თუ რა იცვლება ამ თავის რეალურად ამოქმედების შემდეგ, მოქალაქეებისთვის ამაზე პასუხიც ალსახაა. ხალხისთვის იცვლება ის, რომ მას სწორი ინფორმაცია ეძლევა თავის პრობლემასთან დაკავშირებით და არის მეორე კუთხით კიდე, რომ მათგან დაყენებული საკითხები ხდება ჩვენთან აღრუს სხვა და შეიძლება ჩვენ რაღაც თემა გქონდეს გამოჩენილი რაღაც ოფლის ტკივილი და პრობლემა და მას უკვე ავსახავთ შემდგომ პროექტებში. ამოქმედდება თუ არა რეალურად ორგანული კანონის ახალი თავი და შეუწყობს თუ არა ის ხელს მოქალაქეთა გააქტიურებას და ძლიერი თვითმმართველობის განვითარებას ამას მომავალი გვიჩვენებს. ნონა ქადაგიშვილი, ბესიკ თასოევი, გურჯაანიდან სპეციალურად მრავალკუთხედისთვის.